მიხარია რომ ზესტაფონში ძალიან ბევრი ადამიანია დღითი დღე ასე არ იყო თვენახევრის წინ ასე არ იყო ერთი თვის წინ დღითი დღე სულ უფრო და უფრო მეტი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული საქართველოს მოქალაქე ერთიანდება კოალიცია სრულებისთვის 4 ნომრის გარშემო იქ სადაც ადამიანებს სურს სულელება და არა ჩანაცვლება. მოდით ესე ვთქვათ, არის ხალხი, ვისაც ივანიშვილი ჩანაცვლება სურს. ასეთი ხალხი წარმატებას ვერ მიაღწევს. ერთხელ და სამუდამოდ მოჯადოებული წრე უნდა გაირღვოს 26 ოქტომბერს და ხალხს უნდა დაუბრუნდეს ძალაუფლება. ყველა დიდი გამარჯვება ისტორიულად დიდი ძალისხმების გარეშე არ მოსულა და თავისი და შემთხვევით გამარჯვებები არ მოდის. მოდის გამბედაობით, მოდის ბევრი შრომით, მოდის რა თქმა უნდა კომპეტენციით და მოდის პირველ რიგში მორალური უპირატესობით. უდიდესი მორალური უპირატესობა იგრძნობა დღეს ყველა იმ ქალაქში, ყველა იმ ადგილას, სადაც კოალიცია ცვლილებების 4 ნომერი ხსნის საბრძოლო პოლიტიკურ საარჩევნო შტაბს. 26 ოქტომბერი არ არის თარიღი, სადაც გამოცხადება გამარჯვებული და გამოცხადება ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ერთხელ და სამუდამოდ ოსაბჭოთა სივრციდან საქართველოს როგორც სახელმწიფოს გამოყვანას. მე მინდა ვთქვა ძვირფას თქვენს მაყურებლებს კიდევ ერთხელ მივმართო ამის შეხსენება ალბათ არ არის. ბევრი კითხულობს, გაყავდება არჩევნები თუ ვერ გაყავდება არჩევნები. შვილო მოიპარავს ივანიშვილს, ვერაფერს ვერ მოიპარავს, როდესაც გამარჯვების კლიმატი იქნება, როდესაც ერთი თვით ადრე, როდესაც სამი კვირით ადრე დიდიან პატარიან დარწმუნებულია წარმატებაში ქართული ოცნების თავზე ხელაღებული წარმომადგენლებიც კი ვისაც ეშინია ძალაუფლების გარეშე ცხოვრება ამ ქვეყანაში, მაგრამ მოუწევს შეგუება ამ რეალობისა, ის ვერ გაბედავს, იმიტომ რომ ხალხის ნება იქნება ძალიან ძლიერი. ეს ხალხის ნება აისახება. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია დღეს ქართული ხალხის სასარგებლოდ. დამწვრდა ორტურიანი არჩევნები, წასუჩაბარდა, დასრულდა მაჟორიტარული სისტემა, მადლობა ღმერთს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ძლიერი წევრი სახელმწიფოების ხარდაჭერა დღეს ქართულ ხალხს და ქართულ ოცნებას და ეს ასე არ იყო პირიქით 2020-2021 წლებში, მასასადამე მნიშვნელოვანია ქუძე კაცი არჩევნებზე მისვლა და ამ ქვეყანაში კოალიციური მმართველობის როგორც პოლიტიკური კულტურის დაფუძნება და ჩამოყალიბება. ჩვენ ამას შევძლებთ. ივანიშვილი საკუთარ საკარმიდამოდ ვერ გადააქცევს ვერც იმერეთს, მათ შორის ვერც ზესტაფონს, ვერც ქუთაისს, ვერც საქართველოს. ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლებაზე უარის თქმა. ძალიან ბევრი დიდიან პატარიანად მზად არის და ბევრი ემიგრანტი, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ძვირფასო ემიგრანტებო, ქართველებო, 7 ოქტომბრამდე არის რეგისტრაციის ვადა. 7 ოქტომბრამდე რაც შეიძლება ბევრი უნდა დავრეგისტრდეთ და ბევრი უნდა მივიდეთ საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე და გავიმარჯვოთ ქართველი ხალხის სახელით. და კოალიცია ცვლილებების 4 ნომერი ამ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენთან ერთად, რომელსაც სურს ისაუბროს არა რომელიმე მის ლიდერზე, ისაუბროს არა საკუთარ თავზე, არამედ დაარწმუნოს ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რომ თქვენ ხართ მთავარი ამოსავალი წერტილი, თქვენი არჩევანი უნდა აღსრულდეს და ეს არჩევანი უნდა აღსრულდეს 26 ოქტომბერს. კოალიციური მთავრობა არის გარდაუვალი, კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი გამოირჩევა ყველა სხვა ოპოზიციური გაერთიანებებისაგან მორალური უპირატესობით, კომპეტენციით, სინდისით, სიტყვისადმი ფასით და ეს არის მნიშვნელოვანი. და ეს არის პლატფორმა, რომელიც დაცლილი არის პოლიტიკური მავნე გავლენისაგან თავისუფალი პლატფორმაა და კონკრეტული ხედვა არსებობს, რომელსაც რამდენიმე დღეში საზოგადოებას ჩვენ გავაცნობთ. კოალიცია ცვლილებების 4 ნომერს ჯერ აქტიური საარჩევნო კამპანია არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ ხსნით საარჩევნო ოფისებს, რამდენიმე დღეში გამოვაცხადეთ საარჩევნო კამპანიას დაწყებულად და 2 თვე არა ძილი არა მოდუნება, არამედ შრომა, ბრძოლა ჩვენი წარსულის, ისტორიის და მომავლის წინაშე აღებული ვალდებულებით. ეს არის მნიშვნელოვანი გვახსოვდეს ყველას. უღმეს მადლობა თქვენ ნიკა მელიას უსმენთ, რომელიც ამბობს, რომ საჭიროა ცვლილებები და არა ჩანაცვლება.